მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგებითაც ქართული ფეხბურთის შესახებ გრძელდება ჩვენი ანტალიური ვოიაჟი, სადაც ქართული კლუბების წინა სასეზონო შეკრებებს ვსტუმრობთ. დღეს ჩვენი ეპიზოდის სტუმარი იქნება საქართველოს ჩემპიონი იბერია, რომელიც ზედიზედ მეორედ ხდება ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული და ყველაზე დიდი ყურადღება მათზე all eyes on იბერია, იმიტომ რომ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს წარადგენენ ზაფხულში. ძალიან ბევრი კითხვა, ძალიან ბევრი წასული ფეხბურთელი, სიახლეები. ასე რომ დღეს გუნდში ეცდებიან ჩვენს კითხვებს გაცნენ პასუხი, მაგრამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექი საქართველოს ჩემპიონი იბერია GeoTeam-ის YouTube არხზე. წავედით. ახალი სეზონისთვის მზადების პროცესი არის ამ მომენტში და გესტუმრეთ ანტალიაში. როგორ მიდის ეს პროცესი და როგორ წვრილისგან მაინტერესებს პასუხი კითხვაზე. გუნდის გარკვეული ნაწილი დატოვეს ფეხბურთელებმა, რომელთაც დიდი როლი ითამაშეს წინა წლის ჩემპიონობაში. აი ამ პროცესს როგორ ანაცვლებთ? პირველ რიგში მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენთან. მზადება გეგმის მიხედვით მიდის, როგორც გქონდა დაგეგმილი. ორ ნაწილად გქონდა შეკრება გაყოფილი. პირველი ნაწილი დავასრულეთ რამდენიმე დღის წინ და ეხლა უკვე მეორე ნაწილი დავიწყეთ. გქონდა 2 ამხანაგური თამაში და კიდევ უნდა ვითამაშოთ 4 ამხანაგური და მნიშვნელოვანია რომ ამ ამხანაგურებში დავინახოთ ის ხარვეზები და ის დადებითი ასპექტები, რაც გუნდს აქვს რომ ჩემპიონატისთვის და შემდეგ უკვე პროცესისთვის ევროთასები იქნება თუ თასი თუ სუპერთასი მზად ვიყოთ და გუნდი იყოს გამართული, ასე ვთქვათ. რაც შეეხება წასულ ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემპიონობაში და გულდასაწყვეტია, რომ ისინი ჩვენთან აღარ არიან. თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია და ზოგადად ქართულ რეალობაში ძალიან რთულია ჩვენი მხრიდანაც, როგორც ჩემი მხრიდან, ისე ჩვენი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დაარწმუნო ფეხბურთელი აქ დარჩენაში და ბევრი ასპექტები არის, რატომაც ეს ვერ ხერხდება. ჩვენიერი განწყობა არის გუნდში, რა თქმა უნდა დატვირთვები არის, მაგრამ ამისთვის მზად ვართ ყველანი და ესე ვთქვათ, ვიყენებთ იმისთვის, რომ სეზონს კარგად შევუდგეთ რა. ახალი მწვრთნელია გუგან ერგაძე, რომელიც ბოლო 10 ტური იყო. სხვისი მწვრთნელობით დაიწყეთ წინა სეზონი, ეხლა სხვისი მწვრთნელობით. რა განსხვავებაა, როგორი სტილის ვარჯიშები აქვს, დატვირთვები აქვს? შესაძლოა გუნდში ვინც დიდი ხანია ხართ, ბევრი იცნობდით მანამდეც, თუმცა როგორც მთავარი ახლა უკვე ესე ვერ ვიტყოდი რომ გუგა ახალი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ფეხბურთელების უმეტესი რაოდენობა ძალიან დიდი ხანია იცნობს მას და ყველამ ვიცოდით რა ხედვები ქონდა, როგორი მიდგომა აქვს ფეხბურთის მიმართ და ასე შემდეგ. ვარჯიშებს რაც შეეხება ფიზმომზადებაც, ესე ვთქვათ, შეგვეცვალა წინა ზაფხულს და ოდნავ უფრო განსხვავებული ვარჯიშები აქვს წინა ფიზმომზადებასთან შედარებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი და იგივე გეგმა არა, ესე ვთქვათ. რამოდენიმე კლუბში ვითამაშია საქართველოში და ბავშვობიდან ძალიან ბევრთან ამ კლუბში მოვედი და ძალიან ბევრთან მქონდა ძალიან მაგარი ურთიერთობა. ბავშვობაში ნახევარ გუნდთან ერთად თითქმის ვითამაშე. რაც შეეხება ადაპტაციას, ყველას იცნობს რა. მე მაგალითად ჩემ თავზე ვიტყვი, რომ ალბათ ერთი დღეს არ დამჭირვებია ამისთვის რა, რომ შევსულიყავე იმაში, რომ რაღაცა თან ნაცნობი კლუბია ჩემთვის ძალიან რა. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის ინტერესი ჩენთ და მით უმეტეს, როცა მოსამზადებელი პერიოდს დატალებს გადასცემთ გულშემატკივრებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვისაც, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. ჩვენ ტრადიციად გვექცა სეზონის წინ ვიკრიბებით და ვსაუბრობთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. რაც შეეხება ჩემს შეკრებაზე ყოფნას, ეს ტრადიცია უბრალოდ შაშანი ვერ დაემთხვა, ყოველ წელს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია და ერთადერთი საშუალება ერთის საქმიანი
ურთიერთობის გუნდთან ერთად და ამავდროულად ჩემთვის დასვენებაც არის იმ კუთხით, რომ საფეხბურთო სამყარო ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ემოციური და ყველაზე მნიშვნელოვანიც არის დავიგრო და გამოცდილება და სეზონის წინ შეიძლება ითქვას თუ რამდენად მზად და ძლიერად ხვდებით იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებს წინაშე სეზონის წინ გუნდი დგას. გულახდილად, ოპტიმისტურად, გულახდილად წინა სეზონის იბერია უფრო ძლიერი იყო თუ ახალნელი სეზონის იქნება. და ამასაც იტყვით, სეზონის შემდეგ გავიხსენოთ, რომ ესე თქვით სეზონის წინ თქო. რა თქმა უნდა, მიხსიერების პრობლემა არ აქვს ჟურნალისტებს და ვიცი რომ თითოეული სიტყვა წინ დამხვდება, ასე რომ ვაცნობიერებ რა იმას რომ ეს შესაძლებელი მოხდეს. ერთადერთი რაზეც შეიძლება დავფიქრდე რომ არ მინდა რომ იმ ფეხბურთელებს რომლებიც წინა წელს იყვნენ გუნდს აძლიერებდნენ და დღეს რო ვთქვა რომ ის გუნდი უფრო სუსტი იყო, არ მინდა რომ იმას გული ვადგინო, მაგრამ ობიექტურადაც ესე უნდა იყოს საერთოდ რომ ყოველი სეზონის წინ, შემდგომი სეზონის წინ გუნდი უნდა ძლიერდებოდეს და ჩემი გამოცდილებით არა მარტო წინა სეზონთან, მე ვფიქრობ რომ ალბათ ბოლო 10 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იქნება იბერია იმ ატმოსფეროთაც გუნდშია, იმ ფეხბურთელებთან რომელთაც გავძლიერდით და იმ ზაობით ფეხბურთელების ყველა ხვდება რომ შაშანდელი წელი მიუხედავად იმ წარმატებისა ჩემპიონები გავხდეთ ჩვენთვის თავარი გამოწვევა რა თქმა უნდა არის ევროპული ასპარეზი ფეხბურთელები არიან მობილიზებული იმისთვის რომ ის ვალი რომელი ვალიც ჩვენ დავგვიგროვდა ჩვენ გულშემატკივრებს ეს ვალი გადასახდელია ასე ვთქვათ და მხოლოდ ერთადერთი შესაძლებელია ღირსეული გამოსვლა ევროპულ ასპარეზზე და რა თქმა უნდა ჩემპიონების ტიტულის შენარჩუნება. ახალი სეზონისთვის მზადებას პირველად იწყებთ მთავრმწვრთნელის რანგში. დიახ. დაწუნებულ ყველა ტრანსფერს ბორდი თქვენთან ათახოს როგორც ხელთან. ვისაც დაადგით თვალი, როგორც ცნობა, რამდენი პროცენტი ფეხბურთელებს აღმოჩნდა ამ გუნდში? დაახლოებით ალბათ 80% ვისაც თვალი დავადგეთ ის ფეხბურთელები ჩვენთან არიან. კიდევ ველოდებით რამდენიმე ფეხბურთელს გვაქვს რამდენიმე კრიტიკული პოზიცია, სადაც კიდევ გვჭირდება გაძლიერება, უფრო მეტი კონკურენცია, ამის დასახელებისგან ახლა თავს შევიკავებ. თუმცა ვინც მქონდა ჩანაფიქრში მეც და ჩემს სტაფსაც გადავეცით ეს სია ხელმძღვანელობას და ერთიანი ძალებით შევძელით რომ დაახლოებით 70-80% მოვიყვანეთ და ეს ძალიან მახარებს. მე ვცდილობ ანუ პროცესი ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს როცა მიდი ფეხბურთელთან მოლაპარაკება უკვე ბოლოსკენ ჩავერთო და უკვე როცა ახლოს ვარ ტრანსფერთან მაშინ შედგეს ეს ჩვენი კომუნიკაცია და იყვნენ ფეხბურთელები რომელთანაც ჩართული ვიყავი, იყვნენ ფეხბურთელები რომელთანაც არ ვიყავი ჩართული და ისე მოიყვანა გუნდში ჩვენმა ხელმძღვანელობამ და უკვე გუნდში მოსვლის შემდეგ გქონდა კომუნიკაცია და დადებითად ვაფასებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველა ფეხბურთელი ვინც გუნდში მოვიდა ჩვენთან არის შეთანხმებული და მე ვფიქრობ რომ კარგი შევსება მივიღეთ მაინც. პატა უდუშაურის ტრანსფერი იბერიაში. შევაფასებდი მოულოდნელი ტრანსფერი. ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყავი ქუთაისის ტორპედოს შემადგენლობაში. გამოხმარებას რო გავეცანი, შემდეგ როცა ეს დავწერე, გულშემატკივრებსაც უკვირდა ქუთაისელ ფანებსაც. ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო წინა სეზონიდანო. რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, მომითხრა? და ქუთაისელ გულშემატკივრებს ასე ეტყოდა, რომელსაც გული დაწყდათ შენს დასვლაზე. პირველ რიგში ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა, იყო გუნდისგან სანამ წამოვიდოდი, რომ რამოდენიმე წელი ხელშეკრულება გაგრძელებულიყო, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომ წამოსულიყავ 1 წლით. პირველ რიგში მადლობას ვეთქვი ქუთაისის ტორპედოს, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს პირველ რიგში და ვინც არიან იქ და პრეზიდენტიდან დაწყებული, დირექტორიდან დაწყებული, რომ მომეცა საშუალება, რომ ამ კლუბში მეთამაშა. რაც შეეხება ჩემ წამოსვლას, სიმართლე რო გითხრათ, მინდოდა მე გამეგზელებინა ტორპედოში ისევ ასპარეზობა, იმიტომ რომ პირველ წელს მესამეზე აღმოჩნდით და პირველ წელს იყო მიზანი, რომ ჩემპიონები გამختارიყავით, მაგრამ ხდება ისეთი რაღაცეები, რომ თან ახალი გუნდი იყო, ახალი მწვრთნელი იყო და რაღაც მინიმუმი, ყველაზე მინიმუმი შესრულდა, რომ ან მოვიპოვეთ ევროთასებზე, ასე ვთქვათ, ადგილი. მე დავჯდექით, როგორც ხდება ვისაუბრეთ და რაღაც როგორც ადრე იყო ისეთი საუბარი, რომ გინდოდა რაღაც გეგმებზე საუბარი, ისე ვეღარ წავედით. ანუ გუნდის პროექტად ვერ იგზენით თავს. გუნდის პროექტად ნაწილად ვერ იგზენით თავს. იცი როგორ არის? მე პირადად ხა არ ვიცი, ზოგი ფეხბურთელი ესე უყურე, ზოგი ეს მე პირადად სადაც წავსულ ვარ, ყველგან მივდივარ ისე რომ იმის გამო არ მივდივარ, რომ უბრალოდ ვიყო და ვითამაშო. იქ მივდივარ, იმიტომ რომ ჩემი
თავი დავამტკიცე რომ მე უფრო ბევრი და ბევრი შემილია და იყო ის მომენტი რომ ვეღარ ვიგზენ ისე თავი რომ აი მოდი ღუდუშ თქვათ რომ გავყვეთ რა იმ პროექტს აი ვერ ვიგზენი რაღაც და ეგ რომ ვერ ვიგზენი ჩემთვის ყველაფერი ხა ის ფინანსები და ისენი არ არის და ვერ ვიგზენი ისე თავი კომფორტულად და მივიღე ეს გადაწყვეტილება რომ უბრალოდ წამოსულიყავი გუნდიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი ხო უცხოეთში იყო შემდეგ დაბრუნდა უკან აი შენი გამოცდილებით რომ ითხრა ფეხბურთელი რომელიც საქართველოსთან წავა რა მიზეზით შეიძლება უკან დაბრუნდეს შენ ნახს ლოკალ ჩემპიონატში იყავი იურისთან და ნონიკასთან ერთად და ახლა აქ ხარ შენი გამოცდილება რომ გაგვიზიარო ხო, ნუ რა შემთხვევაში დაბრუნდეს, ამას ვერ გეტყვი. ჩვენი შემთხვევა ისეთი იყო, რომ ჩვენ განათხოვრებით ვიყავით უბრალოდ 6 თვიანი იჯარის წესით და შემდეგ დაუბრუნდით ისევ კლუბს და მაშინ რატო წახვიდე, რამე ახალის ნახვა გინდოდა? ხო, ნუ ესეც იყო, ნუ გარკვეული რაღაც ფაქტორები იყო, რომელიც ნუ ესეთი თავარი უმიზეზო რა, ესე რომ ვთქვათ, რაღაც პატარ-პატარა დეტალები იყო, რის გამოც გადავდით ეს ნაბიჯი. თან გვინდოდა, რომ იმ გუნდსაც დავხმარებოდით და რაღაცნაირად ჩვენი წვლილი შეგვეტანა იმ ესე ვთქვათ რაღაც დიდი პროექტი იყო და გეგმები იყო დასახელებული, რომელიც ვერ შესრულდა. ასე რომ მოგვიწია უკან დაბრუნება, სადაც ცუდად მე ისიც არ მოხდა, რომ დაბრუნდით, იმიტომ რომ იმ წელს ჩემპიონები გავხდით, 20 ზაფხულში დაბრუნდით ჩვენ მე და იური და ბატაძე. ზედის ორი სეზონია ჩემპიონი ხდებით. ანუ ინდივიდუალურად თქვენს ფეხბურთელებს სხვა ფეხბურთელებზე კარგი სეზონი აქვთ. შემდეგ ისე ხდება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, როგორც 2 წლის წინ ასევე წელს, ბოლო სეზონის სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი გარკვეული ლიდერების ნაწილს კარგავს. სხვა მხრივ რო შევხედოთ, თქვენი გუნდი ჩემპიონი ხდება, ეგ იმ მხრივ ხარ გირთულებს საქმეს, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ ფეხბურთელებს უბრალოდ აქ დარჩენა აღარ უნდათ. ანუ რა თქმა უნდა, ამ გამოწვევის წინაშე არის ყველა გუნდი, არა მარტო ჩვენი. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ჩემპიონობა ერთია, მაგრამ მის შენარჩუნება კიდევ უფრო რთული და ამ გამოწვევების მომზადებული ვხვდებით, მე ვარ დარწმუნებული და ეს ჩვენი წარმატება იმედია ბიჭების მონდომებით, ჩვენი თანადგომი და ღვთისმშეწევნით გაგრძელდება. რაც შეეხება იმას, რომ ფეხბურთელების დასუსტების კუთხით, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ის წელი არის, სადაც ჩვენ თადარიგი დავიჭერეთ, შაშან ძალიან მწარე გამოცდილება ჰქონდა, ზოგიერთ ფეხბურთელს სიტყვაზე ვენდეთ, ზოგიერთ შემთხვევაში იყო გარკვეული მენეჯერული შეცდომები, ჩვენ არ უნდა მოგვირიდოს, რომ შეცდომებზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ, წელს თადარიგი დავიჭერთ, ერთადერთი რომელიც შეიძლება ესეთი დაუგეგმავი იყო, ეს იყო გიზის ტრანსფერი, რომელსაც ნამდვილად დანაკლისი კი არის გუნდისთვის ეს ფეხბურთის წასვლა, მაგრამ მე ვფიქრობ, ქართული ფეხბურთისთვის ეს არის ძალიან კარგი ტრანსფერი, ამიტომ ესე ტრანსფერებზე ვერასოდეს ვერ ვიტყვი თუ არის და თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი შემცველი მოიყვანეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჩემს აზრით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამ პოზიციაზე ფეხბურთელი, გამორჩეული, გულუშაური და მე ვფიქრობ ძალიან ღირსეული ჩანაცვლება მოუნარჩუნებთ მას. რაც შეეხება ორი ძირითადი დანარჩენ ფეხბურთელებს ჩვენ დავამშვიდობთ ჩვენი ნებით, იმიტომ ვიცით რომ ჩვენ მეორე გუნდი ყავს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები, ახალგაზრდები და მოგეხსენებათ ჩვენი აკადემია თავარი წყარო შევსების და გარდა ამისა საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეული ფეხბურთელები მოვიყვანეთ და შევსება მივიღოთ ნამდვილად არანაკლები და ამიტომაც ვარ რომ კიდევ უფრო ძლიერად ხვდებით ამ სეზონს. ავთონაშვილს ისედაც თავშივე ვიცოდით რომ რამოდენიმე თვითმოდიოდა და მისი რესურსის სწორად გამოვიყენა და მასაც საშუალება მიეცა რომ უკეთეს ჩემპიონატში და უკეთეს პირობებში გაეგრძელებინა, ასე რომ ეს ამისთვის მზად ვიყავით, ერთადერთი იყო დერეკი და უახლოეს დღეებში ძალიან ძლიერი ჩანაცვლება მოხდება ღირსეული და ესეც გაცხადება. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჯეოთიმის არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, რომელიც გვეხმარება გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები თქვენთვის და მადლობა აჭარაბეთ ჩვენი გვერდში დგომისთვის. აქ ვინ დაგაჯერა ეგ რომ ლიდერი იქნებოდი საბ-დირექტორებმა ბორდმა თუ წვრთნელს ელაპარაკე? პირველ რიგში 2 წელი ზედიზედ ჩემპიონები ხდებიან, ძალიან ძნელია ხო ეხლა ვერ ვიხსენებ ზედიზედ 2 წელი, ალბათ დინამო თბილისი, რომ ესე მიყოლები ჩემპიონი გახდეს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ხელმძღვანელობა შევხვდი და ისევ მინიმუმ ისევის მიზანი ჰქონდათ. ნუ ჯინჯი მახსენა რომ ჩემი და ჩვენი ოცნება არის, ნუ რა თქმა უნდა მთელი საქართველოს ოცნება, ნეტა რამოდენიმე გუნდი შევიდეს
გინდათ ჩემოთა ლიგაზე ან კონფერენს ლიგაზე, ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ რამოდენიმე ეტაპი გადაგველახა და სადმე შევსრულიყავით. ჩემი ოცნებას ეგ არის და შენიც და ალბათ ერთიანი საქართველოსი რა. გუნდი ერთ-ერთი ახალწევალის ქართული ფეხბურთის მომდევნო 15 წლის, შეიძლება 20 წლის ერთ-ერთი თავარი ფეხბურთელი, ესე ამონის ტალანტიდან გამომდინარე, ესე ფასდება. ნამდვილად. საუბარი ანდრია ბართიშვილზე, რა რეაქცია ჰქონდა ჩვენს, როცა მას ალბათ ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მისი დამატების საშუალება გაჩნდა. კი, ჩემთან იყო ეს შეკითხვა და დაუფიქრებლად მივიღე, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომ ეს ფეხბურთელი გვჭირდება, იმიტომ რომ ვიცი. X ფაქტორში ღილაკს აჭერა. ხო, ეგრე დაახლოებით ეგრე იყო. იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდი მე ამ ფეხბურთელს თვალს და ასაკი საერთოდ ჩემთვის შემოფერხებელი ფაქტორი არ არის, იმიტომ რომ მე თვითონაც ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და საერთოდ არ მაქვს ის განცდა, რომ თქვათ ამ ასაკის გამო რაიმე ვერ შეძლოს. თავარი არის, რომ ძალიან პერსპექტიულია და მე ვფიქრობ, რომ როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე მისთვის ძალიან კარგ ადგილას მოხვდა და კიდევ უფრო განვითარდება და ერთად ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია. ხუდუშ მე მინდა კითხო ფეხბურთელზე, რომელთ ერთად წარგადგინეს. ორი ახალწეული, და უდუშორ და ანდრია ბართიშვილი. უერესთან ძალიან მაგარი საგოლე პასი მოგცა. ანდრია ითვლება ერთ-ერთ ტალანტად, თავარ ტალანტად ქვეყნის. როგორც აი რაც ვარჯიშებზე ნახე, რა შეგიძლია ფეხბურთელზე რო თქვა და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია გუნდებში სადაც მიდიან ფეხბურთელები, რომ თავის პოზიციის ფეხბურთელებთან, შემტევებთან ძალიან მალე იპოვონ ქიმია. როგორ ფიქრობ? მოხარშავთ? სხვათა შორის პირველივე ვარჯიშზე ლაპარაკი გქონდა, რომ ნუ რა თქმა უნდა ეხლა მართლა ტალანტია, ხო? ეტყობა, რომ შრომის მოყვარია, კაი ადამიანია, კაი ბავშვია, 16 წლის არის, ხო? ხო, რამოდენიმე რაღაც ვილაპარაკეთ, ესე უფრო კაია, ესე უფრო კაია და მეორე და მესამე ვარჯიშზე და ამხანაგურ თამაშზე უკვე დავინახე, რომ რაღაც თქვა ჩემი გადმოსახედიდან რაღაც თუ უფრო კარგად გამოვიდო და გამიხარდა რა თქმა უნდა რა. რამოდენიმე გავუგეთ ერთმანეთს. 10 წელიწად შეიძლება დავждეთ და უყუროთ, ხო, მაგის მას სიამოვნებით. როგორ მოიგო იბერიან ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტალანტისთვის? საუბარია ანდრია ბართიშვილზე. ძალიან ბევრი ფეხბურთელი, ძალიან ქართული წყალია და მინდა ვისარგებლო, ძალიან კარგია. ქართულ ფეხბურთს და თქვენს ძალიან კარგ საქმეს თუ ესეთ კომპანიები დაუდგებიან წყალი. გენერალურ მხარდაჭერას ბახმაროს და ნაბეღლავს. ნაბეღლავს მინდა. მათ ხელმძღვანელებასთან. მეგობრობა მოკავშირებს და მინდა მალობა გადავხადო ქართული სპორტის სამსახურისთვის. იმიტომ რომ მე როგორც ვიცი დინამო თბილისსაც უნდა და ანდრიას დამატება, ქუთაისის ტორპედოსაც, ბათუმის დინამოსაც და ის გააგრძელებს კარიერას იბერიაში. როგორ შეთანხმდით? ანუ მე მინდა გითხრათ, რომ ხა ყველა დეტალი რო გავიღებთ, ხვალ აღარ გვექნება ის უპირატესობა, რა უპირატესობა ჩვენ კონკურენტებთან გვაქვს, მაგრამ მარტო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერი ჩვენს სიძლიერეს ვარ დავაბრალო. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თვითონ ფეხბურთელებს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ასაკით ახალგაზრდა, გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და რა თქმა უნდა, მინდა ცალკე მადლობა გადავუხადო მამუკა ჯოხელს რა. უმნიშვნელოვანესი იყო ამ გადაწყვეტილებაში მისი როლი და ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ როგორც ფეხბურთელმა, ასევე მისმა პირამმა აგენტმა ჩვენი შრომა, ჩვენი გუნდის სტაბილურობა და ის, რომ ჩვენ ნიჭიერებს ვაძლევთ საშუალებას, რომ წარმოჩინდნენ წარმატებულად, ეს სათანადოდ დააფასეს და ჩვენი თანამშრომლობა არა მარტო ამ ფეხბურთელებს, სხვა მიმართულებებსაც გრძელდება და ძალიან კარგია, როცა ნიჭიერ ფეხბურთელებს ყავს ესეთი გუშემატკივარი, მამუკა სახით იქნება თუ ჩვენი სახით, კარგია და ჩვენი თავარი გამოწვევაა და მე ჯერავს და იმედი მაქვს, რომ ანდრია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო არა მარტო იბერიის ჩემპიონატისთვის და იმედია, რომ ყველა ეს მოლოდინი რაც არის მის მიმართ გამართლებს და ყველა გავიხარებთ მისი ლამაზ თამაშს. თქვენ როგორც წვრთნელს ახლა დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ, იმიტომ რომ ჯერ თქვენი გუნდი საქართველოს წარმოადგენს ევროტურნირებზე, შემდეგ როცა ვსაუბრობთ ბართიშვილზე, თქვენ გითხრა შესაძლებლობა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ მომავალთან უშუალოდ იმუშაოთ. როგორ ახსენეთ ახალგაზრდული ვარ თავადო, აი რას მიაქცევთ მასთან მიმართებით ყურადღებას? პირველ რიგში ხა რაც მინდა რომ ვახსენო, იგივე კვარაცხელია, იგივე მამარდაშვილი რომ გავიხსენოთ მათი
ეს გამოსვლა საქართველოს ჩემპიონატში არც თუ ისე ხანგრძლივი იყო და მე ვფიქრობ, რომ როგორც ნემა ეს შეცდომა არ უნდა გავიმეორო და ვისწავლო ამ მაგალითზე, ასე ვთქვათ, რომ მაქსიმალურად სანამ წავა ანდრია ვთქვათ უცხოეთში ან რომელიმე წამყვან გუნდში, მანამდე ჩვენ ქვეყანას და ჩვენ კლუბს გამოადგეს ისე, რომ მისგან მაქსიმუმი მივიღოთ, ასე ვთქვათ და მე ვფიქრობ ანდრიასთვისაც ჩვენ გუნდში გადმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაინც ჩემპიონ გუნდში სხვა პასუხისმგებლობაა, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით და ბევრად უფრო კარგი იქნება მისი კარიერისთვის ჩვენთან ყოფნა და მე დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო წარმოაჩენს ჩვენთან თავს. მე მინდა გავიხსენო ლეონიდ სლუცკის ინტერვიუ, როცა ეს კვარაზე საუბრობდა. მე მას არ უშლი წინ ბურთის დაკარგვას და არ ვეჩხუებ უკან დაბრუნებაზე, იმიტომ რომ მან მინდა არ დაკარგოს ის ინდივიდუალური უნარები, რომელიც მას აქვს. თქვენი მიდგომა როგორ იქნება? ჩემი მიდგომა ზოგადად გუნდშიც და ყველასთან ეგ მიდგომა მაქვს, რომ როგორც წინ ხარ პროდუქტიული, ისე უნდა იყო უკანაც, იმიტომ რომ თანამედროვე ფეხბურთი ახლა უკვე ინდონეზია, რომ 11-ვე ფეხბურთელი უნდა იღებდეს მონაწილეობას როგორც შეტევაში და ასევე თავდაცვაში და სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ ახლა ანდრიასთან, რომ ეს ყველაფერი მანაც კარგად გაითავისოს და ჯერჯერობით კარგად ართმევს დავალებებს თავს და მნიშვნელოვანია, რომ როგორც წინ იყოს პროდუქტიული, ისე უკან დაეხმაროს გუნდს თავდაცვაში, იმიტომ რომ ეს ორივე ფაზა ერთმანეთთან კავშირშია და თუ გვინდა რომ შედეგები გქონდეს და თუ მასაც სურს რომ კიდევ უფრო განვითარდეს როგორც ფეხბურთელი და როგორც მოთამაშე, აუცილებელია რომ დაბალანსებულად კარგი იყოს შეტევაშიც და დაცვაშიც. მიხარი იური იური გვენატრება ყველას. მაშინ მიხარი ჯინჯის კაპიტნის ოპტიმისტური და რეალისტური მოლოდინები 2026 წელს. მთავარი მიზანი არის ევროტურნირზე ჯგუფში შესვლა. ეს არის, ეს ოცნებაც არის და მთავარი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი მიზანი ეს არის რა. რომ რა თქმა უნდა თუნდაც კაპიტანი რო არ ვიყო, მაგრამ კაპიტნობითაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ჩემი კაპიტნობით თუ ეს გუნდი ჯგუფში შევა, საერთოდ იქნება ოცნებაზე ზემოდან, ავიცი, ასე ვთქვათ, ტორზე ალუბალი. კი, ტორზე ალუბალი შეგიძლია დაარქვა. რა მოლოდინი გაქვს აი ახალი სეზონის და აი როგორ უყურებ რას უსახავ თავს მიზნად? აი შემტევი მაინტერესებს არის შემტევი რომლებიც პირად სტატისტიკას წერენ, აი გოლს პლუს ასისტით ამდენი შედეგი უნდა მქონდეს. შენ როგორ ხარ ამ შემთხვევაში? ნუ ყველაზე ისეთი დინამო ბათუმში მქონდა, სადღაც 25 საგოლე მოქმედებაზე ავედი. პირველ რიგში მინდა რომ მესამეჯერ გავხდეთ ჩემპიონები და ჩემი წვლილი შევიტანო ამ ჩემპიონობაში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კაი გუნდი არის საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც იბრძოლებს ჩემი აზრით ჩემპიონობაზე. ჩემი მიზანი ბომბარდირი არ გამختار, ანუ ესე არასდროს და რავი, დავისახავ მიზნად, რომ მეც გავხდე ბომბარდირი. ანუ პასებს არ გააკე. არა, პასებიც საჭიროა, რა თქმა უნდა. აი ჩამიწვის ერთი მარცხენა ყავს, კაი ბიჭი და დაუხურავ, შეუხურო ხლანს. შევეცდები რა. რა მოლოდინი გაქვთ 2026 წელთან დაკავშირებით და რა სტილით ითამაშებს იბერია საქართველოს ჩემპიონატში და ევროტურნირებზე? არ გულისხმობს ტაქტიკას, სტილი, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტ იყოს გულშემატკივრისთვის, რომ მოვიდეს ტრიბუნაზე. კი ბატონო, რეალურად ახლა ჩვენ რაც მოვედით გუნდში და რაც დავიწყეთ უკვე თანამშრომლობა როგორც პირველ გუნდში, ასე ვთქვათ, მეორე გუნდის შემდეგ, იმ სტილის შეცვლას არ ვაპირებ და ვფიქრობ, რომ რა სტილითაც გავხდით ჩემპიონები, იგივე სტილი უნდა გავაგრძელოთ და უბრალოდ რა თქმა უნდა არის სხვა გამოწვევა. მე ვფიქრობ, რომ ოდნავ რაღაც დოზით ევროპაზე უნდა შევცვალოთ ჩვენი სათამაშო სტილი, არ მივეკუთვნები იმ ხსნელების კატეგორიას, როდესაც მხოლოდ თავისი ფილოსოფიით სურს, რომ მეტოქეს მნიშვნელობას არ ანიჭებენ და სურთ, რომ როგორც თქვათ ერთ გუნდს ეთამაშებიან და როგორც თამაშობენ ჩემპიონატში, ისე ითამაშოთ თქვათ ევროპულ გუნდებთანაც და ჩვენ ახლა როგორც ვდგავთ ჩვენ თამაშს, ასევე დიდ მნიშვნელობას ვაქცევთ მოწინააღმდეგის ანალიზს, პლუსებს, მინუსებს, ჩვენ დადებით მხარეებს, უარყოფით მხარეებს და აქედან გამომდინარე რომ გეგმოთ როგორც სავარჯიშო, ისე სათამაშოს პროცესს და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ეს ჩვენი ტრანსფერებიც იმისკენ არის მიმართული, რომ ხალხი დავაბრუნოთ სტადიონზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გამოგვივა და ამ ყველაფერს პოზიტიურად უყურებ. ნახოთ რა იქნება.
და ბოლო კითხვა მექნება ახსენეთ ევროტურზე შეიძლება მოგვიწიოს თამაშის შეცვლაო. არიან მწვრთნელები, ვინც ბევრი მინახავს საქართველოს ჩემპიონატში კონკრეტული ტაქტიკით თამაშობენ და ევროტურნირების წინ ზუსტად ევროტურნირის წინ სულიან ტაქტიკას და შემდეგ ეს ფეხბურთელები დაბნეულები დარბიან, ის რომ არ იციან თავის მოვალეობა. აპირებ თუ არა თუნდაც საქართველოს ჩემპიონატიდანვე დაიწყოთ რამდენიმე ტაქტიკის დატესტვა. როცა ამ ცვლილებებზე ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ რადიკალურ ცვლილებებზე. ეს იქნება მინიმალისტური ცვლილებები, რაც რეალურად თამაშიდან თამაშამდე ხდება, მაგრამ ოდნავ უფრო მეტი დოზით იქნება ევროპაზე, თორე ისედაც ჩვენ როცა ეხლა ვგეგმავთ ამ სეზონისთვის ამ მოსამზადებლებს და როცა ვემზადებით, რამდენიმე ტაქტიკურ სქემაზე ვმუშაობთ და ევროთასების წინ ექსპერიმენტის ჩატარება არ მგონია სწორი და რეალურად რა ტაქტიკითაც ითამაშებს გუნდი საქართველოში, იგივე ტაქტიკით გავა ევროთასებზეც, უბრალოდ რაღაც მინიმალისტური ცვლილებები გვექნება მოწინააღმდეგიდან გამომდინარე თუ ვისვე თამაშებით. ახალი სეზონი წყალგან ერგაძის მცველობით რა მოლოდინი გაქვთ 2026 წელს? მოლოდინი შიდა ჩემპიონატში რა თქმა უნდა ისე ჩემპიონობა ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ასევე ჩვენ მნიშვნელოვანი ყველა ტიტული საქართველოს ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ, იმასაც ვაცნობიერებთ, ამისთვის იყო საჭირო გრძელი სათადარიგო სკამი, ამიტომაც ფაქტობრივად თითოეულ პოზიციაზე ჩვენ გვაქვს ორი ძალიან ძლიერი ფეგურები გვაქვს არჩევანი და ამავდროულად უნდა გავუწოდოთ ჩვენ გვყავს მეორე სარეზერვო გუნდი, ნიჭიერი ფეხბურთელებით სავსე, იქ აუცილებელია რომ მესამე ლიგიდან მეორე ლიგის საგზური დავიბრუნოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჭაბუკთა ლიგის წარმატებული გამოსვლა და რა თქმა უნდა ევროპულ ასპარეზზე მაქსიმალურად წარმატებული ასპარეზზე. რა თქმა უნდა ყველას გულში გონებაში არის ჯგუფში შესვლა, როგორც მინიმუმ ეს უნდა იყოს პლეი-ოფი მაინც, რომ თუნდაც ის ქულები ავიღოთ და მოვემზადოთ ჯგუფისთვის, მაგრამ მაქსიმალისტები ვართ და სწორედ ამისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიცია კეთდება მაშინ სატრანსფერო კუთხით, კიდე უახლოეს პერიოდში დამწუნდებიან. წელს არის ზუსტად ის პერიოდი, როცა ჩვენ უფრო გავძლიერდით და სასახაჩემილია რითიც დავიწყეთ, ყველაფერი არის ის, რომ ჩვენ უფრო ძლიერად ხვდებით და თქვენ ნახავთ ვარჯიშს რა გარემოება, რა გარემოა უფრო ხოლმე და ეს გარემოება ზუსტად მაძლევს იმის წინაპირობას, რომ უფრო ძლიერად, უფრო წელგამორთული ხდები და ზუსტად ფეხბურთელების განწყობა და ის პერსპექტივა, რომელსაც ხედავ ნათლად, რომ ჩვენ ადრე თუ გვიან ამას შევძლებთ და უახლოეს პერიოდში, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამახორციელო საკმაოდ დიდი ინვესტიცია, ჩვენ უკვე ალბათ მარტში, მაქსიმუმ აპრილში განვაცხადებთ პროექტს წარმოვადგენთ, სადაც ყველა თვალნაირად დაანახოს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბაზა, ჩვენი სტადიონი, თავისი ინფრასტრუქტურა გვექნება და შესაბამისად ეს გახდება წინაპირობა, რომ კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ ძველვადიან პერიოდში. ეცეს ასე მეგობრებო, ჩვენი ვიდეო იბერიის შესახებ დასრულებულია. მოისმენთ გუნდის პრეზიდენტის, მთავარი მწვრთნელის, კაპიტანის და ახალწეულის კომენტარები, რომელიც იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყო თქვენთვის. გთხოვთ, გამოიწონოთ ჩვენი არხი, ვისაც ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ, მოიწონოთ ეს ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარები, ველოდებით თქვენს კომენტარებს და ვიდისკუსიოთ იბერიის სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, ზაფხულში მათზე რა იმედები გაქვთ და რას ელოდებთ ამ კლუბისგან ახალ სეზონში. მადლობა რომ გვიყურეთ და რამდენიმე დღეში დაელოდეთ ახალ ვიდეოს.